საღამოშვიდობისაც ვიფროს ტელემაყურებლებო. ზუსტად ერთი კვირა გავიდა პირველი გადაცემის გასვლიდან ეთერში და ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ტელეკომპანია Triality პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ გადაცემას კვირის სტუდია. მე შეგახსენებთ, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, ჩვენი ტელეფონებია 313 ან მობილური 899 დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საქართველოს კონტროლის პალატის შიდა ქართლის ბიუროს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ედიშერაშვილი. ბატონ ზაზა, მოგესალმებით ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ გამონახეთ დრო და მოგზანდით ჩვენთან. და პირველი კითხვა მე მინდა ესეთი კითხვა დავსვა, თუ შეიძლება. გასაგებია და საზოგადოების ცნობილია, რომ უკვე 9 წელიწადი მიიწურა. ბიუჯეტი ასე თუ ისე სრულდება და სწორედ ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა თქვენი სამსახურისა ბიუჯეტის შესრულებასა და ხარჯვაზე კონტროლი წარმოადგენს და როგორ სრულდება თქვენი აზრით ბიუჯეტი და როგორ იხარჯება ბიუჯეტი დღესდღეობით შიდა ქართლში? უპირველეს ყოვლისა, მეგობრებო, მესმის მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს. უსურვო ყოველივე საუკეთესო და ახლა ცოტა ასე ვთქვათ, ახილევსის ქუსლები დასმულ შეკითხვაზე. გვესმის ხშირად, რომ ბიუჯეტი სრულდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა კვლავ ვერ იღებს ხელფასებს, ვერ იღებს პენსიებს. ამაზე ბევრი ითქვა, რომ იყო საფინანსო კრიზისი, საბიუჯეტო კრიზისი. ამას ჰქონდა მთელი რიგი ობიექტური მიზეზები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სუბიექტური საკმაოდ ბევრი იყო, განსაკუთრებით ეს გასული წლის დასაწყისიდან მოელა და შემდგომ ზაფხულის პერიოდიდან უკვე იჩინა თავი განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ, რომ რითი უნდა შეფასდეს ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მხარე ჩვენი მხარე შიდა ქართლი გამორჩეულად ყოველთვის იმ საკონტროლო მაჩვენებლებს, რომლებიც აქვს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებს. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ჩვენ ვიღებთ დაგეგმილ ტრანსფერებს, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაგეგმილ ტრანსფერებს. ისიც ძალიან მიზერულ დონეზე იგეგმება და არასრულად ღებულობს მხარე. ჩვენი სოციალურობის ფონდები ასევე. შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 25%-ის დონეზე ვიღებთ ჩვენ ამ სოციალურ ანალიზებს მხარეში. დანარჩენი არის ესეც დოტაცია, ასე ვთქვათ, ცენტრალური ბიუჯეტიდან, ცენტრალური ფონდიდან და დღეის მდგომარეობით სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ 10 მილიონ ლარსაც და მხარისადმი დავალენება ცენტრალური სოციალური ფონდის, ანუ ცენტრალური ბიუჯეტის. ახლა რომ ვახსენებ ბიუჯეტის შესრულებას მხარეში, მე მაქვს ხელოვნებაში ის საკონტროლო მაჩვენებლები, რომელიც მხარეს ევალება. ამას მინდა გაესვას ხაზი. სამწუხაროდ ბიუჯეტის შესრულება არ არის ეს მარტო ამ საკონტროლო მაჩვენებლების შესრულება, ეს არის მთელი ციკლი, შეიძლება ითქვას, მთელი სისტემა, რომ ყველა ის პარამეტრი, იგივე წეგან ვახსენეთ, ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერტები, სხვა წყაროები, სხვა კრედიტები და ამ შემდეგ თუ არ შემოვიდა მთლიანობაში მხარეში, ისე რა თქმა უნდა საგასავლო ნაწილიც ვერ შესრულდება და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მხარე ასრულებს საშემოსავლო ნაწილის საკონტროლო მაჩვენებლებს, მაგრამ ვერ სრულდება გასავლის, ანუ ხარჯვითი ნაწილი. და რატო ხდება ეს? ფინანსთა სამინისტროსთან თქვენ აქვს თქვა ესეთი კაცრი მიდგომა, რომ თქვა წამოვიდეს. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ბატონობა, ამაზე იყო ჩემი პირადად გამოსვლა ცენტრალური პრესის პულსელებზე, ტელევიზიასაც აღნიშნე რამდენჯერმე, ძალიან ტენდენციური მიდგომები შეინიშნებოდა. ხო, მე მესმის მთლიანად ქვეყანაში შექმნილი გაჭირვება, ის მდგომარეობა, რაც მთლიანად არის, მაგრამ შიდა ქართლისადმი ასე დამოკიდებულება მე ბევრჯერ აღმენიშნია, არ შეიძლება ელემენტარულად. ეს არის საკოლფიტო ზონა. მე სხვადასხვა ისეთი მომენტები, რასაც ცოტა სხვანაირი ფაქიზი მიდგომა სჭირდება უბრალოდ იმ ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლებისაგან. უკვე შემიძლია თქვა ყოფილი წარმომადგენლებისაგან. სამწუხაროდ ყველაზე ნაკლები ჩვენ გვეგებმებოდა ეს სულ მოსახლეზე და იმ ამ ცოტა დაგეგმილსა ძალიან მცირეს ვიღებთ. მე არ შემიძლია თქვა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია ძალიან ბევრს ცდილობდა და ცდილობს დღეს. ალბათ საჭიროა, რომ ცოტა პარლამენტის წევრებმა ჩვენი მხრიდან და სხვა ისეთმა ხალხმა უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, თვითონ გამგეობილ რაიონების, რომ აი ასეთი მაბატეთა დაჩაგვის პოზიცია არ იყოს ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოვნიკის მხრიდან. ჩემს სტატიებზე იყო ძალიან მწარე გამოხმაურება ფინანსთა სამინისტროს მაღალი ჩინის ხელმძღვანელებისგან, მაგრამ საკმაოდ არაკომპეტენტური შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ფაქტი ჯიუტია, ციფრები თავის მეტყველებენ და გამოვიდა, რომ შიდა ქართლი ყველაზე დაჩაგვრული მხარე იყო სამწუხაროდ გასულ წელს.
და ყველაზე საინტერესო ბატონო ზაზა ალბათ ის არის რომ აი არის რეგიონები საქართველოში სადაც ეს გაჭირვებული პენსიონერები, პედაგოგები, რომლებსაც ხელფასი არ მეუღიათ თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებს აწყობენ, რკინიგზის გადაკეთვა, ტრასის გადაკეთვა და ასე შემდეგ. ქართლში ძალიან იშვიათია ასეთი მოვლენა. ასეთ მოვლენებს თითქმის არ აქვს ფაქტიურად ადგილი და აი ასე ვთქვათ აქციის მონაწილეებს მეორე დღეს უკვე ხელფასებსაც აძლევენ და პენსიებსაც ურიგებენ. ეს რაღაცნაირად ზეწოლის მექანიზმი ხო არა? მე ვერ მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ეს ჩვენი არ უმარხდება აქციები, ეს ჩვენი ქართველების ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარეა, ეს ჩვენი სინჯიდან გამომდინარეა, ჭირთათ მენან ეს ისტორიულად და საუკუნეებით მოსდევს ეს ჩვენს მხარეს. მე ამაზე ვერ მოუწოდებ ნამდვილად რომ მას მოხდეს აქციები, გზების გადაკეთვა, რკინიგზების და ასე შემდეგ. მით უმეტეს რომ იმ გზების გადაკეთვა, რკინიგზის გადაკეთვით რაც უფრო არ იზარალებს სახელმწიფო და თვითონ ჩვენი მოსახლეობა. კარგი არაფერი არ იქნება, მაგრამ ახლა აშკარად მე შემიძლია თქვა რომ თლიანობაში ხდება აშკარად გამოჯანსაღების პროცესი. სამწუხაროდ გასულ წელს ვერ მიიღო ქვეყანამ ასევე საზოგადოების სათანადო კრედიტები და გრანტები და ამიტომაც მოხდა ეს დიდი ჩავარდნა. წელს ეს ყველაფერი მიღებული იქნება და თანდათანობით სახელმწიფო ეს უმაღლესი ხელისუფლება აცხადებს ხმამაღლა და იწყებს ნელა პენსიების და ხელფასების დაფარვას. და ერთი რამ მინდა ბატონო გოგა კიდევ ვისარგებლო შემთხვევით და თქვა რომ სანამ ქვეყანაში არ დამყარდება საგადასახადო კულტურა, მანამ ჩვენს ბიუჯეტს და ქვეყანას და ხალხს არაფერი არ ეშველება. Paradoxia, მაგრამ ფაქტია. ყველას ყავს ოჯახში პენსიონერი, ყველას ყავს პედაგოგი, ყველას ყავს საბიუჯეტო დაწესებულებაში მომუშავე. უმრავლესობა ეწევიან ბიზნესს, მე ფაქტების მაქვს ასეთი და თვითონ აი ეს კატეგორიის ხალხი, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს უმალავს გადასახდელებს, ისინი გამოდიან ხოლმე უფრო პრეტენზიებით, რომ თურმე პენსიებს და ხელფასებს ვერ იღებენ. უნდა დამყარდეს შეიძლება ითქვას გადასახადის კულტი საქართველოში. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. აი ამის შემდეგ ექნება ყველას უფლება მოითხოვოს ის რომ ისაც რა ეყოს. თუ რა დააშავა იმ პენსიონერს, რა დააშავა იმ პედაგოგს, მაგრამ კიდევ მეორე სამწუხაროდ აი მოქმედი ბიზნესმენების და უფრო ისმის ხოლმე აი ამ ხრი წუწუნი, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს უმალავენ გადასახადებს. თქვენ ახსენეთ რომ მდგომარეობა ნელ-ნელა ასე ვთქვათ სტაბილურობისკენ მიდის, აი ეს ფინანსური კრიზისი მაქვს და ეკონომიკური კრიზისი მხედველობაში. სხვადასხვა პრეზიდენტი შევარდნაძე როდესაც იყო შიდა ქართლში ჩამოსული, იგი მოსახლეობას პირდებოდა რომ აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრამდე გაისტუმრებს ყველა ვალს. ყველას არ უკაცრავ ბატონო გოგა აგვისტოს თვიდან დაიწყება ყველა ვალის გასტუმრება სახელმწიფოს რომ შეეძლოს უცბათას. მე როგორც ეკონომისტი ვიტყვი რომ ეს იქნება დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული, იმიტომ რომ ისიც რამხელა რუდუნების და რამხელა შრომის ფასად დაჟე და თუნდაც ლარის კურსის გამტკიცება ჩვენ ეროვნული ვალუტის და ეს უბრალო საქმე არ არის. არის უმაღლესი ხელისუფლების განცხადება ასეთი რომ აგვისტოს თვიდან დაიწყება ორ-ორი თვის პენსიის და ორ-ორი თვის ხელფასის, აი აგვისტოს ხელფასს და პენსიას მიიღებს მოსახლეობა და მიიღებს ერთი თვის ძველ დავალებას. და ასე უნდა დაიფაროს დეკემბრის ჩათვლით. თქვენი აზრით ეს მოქალაქეთა კავშირის ასე ვთქვათ წინასაარჩევნო დაპირება ხომ არ არის? აი არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ხომ არ გვექნება ასე ვთქვათ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი. ეს მოჩვენი რამეა, ბატონო გოგა, ხო მე ვერ გეტყვით რომ რანაირად შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო, რომ ყველა პარტია ეს მარტო მოქალაქეთა კავშირის არ ეხება და ალიანსებია პარტიების შექმნილი, ისეთი დაპირებებით გამოდიან რომ მე ხანდახან მიგვრის ხოლმე კიდევაც საიდან და როგორ ახლა ჩვენ უბრალოდ ახლა კონტროლის პალატას არა პოლიტიზირებული ორგანოა მოგეხსენებათ ჩვენ გვეგზავნება კიდევაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრობა, მაგრამ მე არასოდეს ჩემი სიბადე არც დამემალია რომ რომელი პოლიტიკურ ორგანიზაციას მე რანაირად უყურებ და ელემენტარულად ის რომ ასე ჩავთვალოთ, იცით მე მიჭირს ამის თქვა, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ იგივე მოქალაქეთა კავშირში იყოს ყველაზე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ისეთი ვისაც არ უნდა ქვეყნის კრიზისთან გამოყვანა. მაგრამ აქ იმდენი ხელისშემშელი მიზეზებია, ისეთი შიგნიდან და ისეთი ხელისშემშელი მომენტებია, რომ უკვე თანდათანობით ნამეტანი პოლიტიზირებული ხდება ჩვენი საზოგადოება და ვინცაც უნდა თუ არ უნდა, ყველა პოლიტიკას აკეთებს. არა და ერთია რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ეს არის 100. ბატონო ზაზა, მე მახსენდება ესეთი ძველი ბრძნული გამოთქმა თუ შეიძლება ასე ითქვას, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწია. ცნობილია რომ ის თანხა ერთ გასულ წელს თქვენი კონტროლის პალატის მიერ გამოკლეული იყო მასალები საპენსიო თანხების მიმთვისებელთა შესახებ. ერთია სახელმწიფო ვერ უხდის და დიდი გაჭირვებით უხდის თუ უხდის პენსიონერს პენსიას
და მეორეა რომ აგერ გამოდგნენ პიროვნებები, რომლებმაც ეს თანხები მიითვისეს. და ამ საქმეებთან დაკავშირებით ბატონო შევეცდები ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ამაზე ბევრი დაიწერა პრესაში, ბევრი თქვა ტელევიზიით, ეს გამოვლენა იყო სამართალდამცავ ორგანოების, ჩვენი შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და საოლქო პროკურატურის მხრიდან ჩვენ ოპერატიულად მივიღეთ ინფორმაცია და მაშინვე ჩავერთეთ ამ საქმეში. მოგეხსენებათ რომ კაშხში 60.000-მდე მიაღწია დადასებებმა თანხების, 60.000 ლარამდე. მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, არის ხოლმე სხვადასხვა განცხადებები სხვადასხვა პიროვნებების მხრიდან, რომ თითქოს ამის გამოკვლევას ხელს უშლიდა მხარის ხელმძღვანელობა. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ მხარის ხელმძღვანელობისგან აქ იყო აბსოლუტური მხარდამჭერა, როგორც მაკონტროლებელ ორგანოებისა და მისი სამართალ და ასეთი მოთხოვნაც იყო, რომ ეს საქმე უნდა ბოლომდე გამოძებულიყო და ბოლომდე მიგვიყარა. ბოლომდე მოხდა მიყვანა იმ ორგანიზებული ჯგუფის, რომელიც კაცში მოქმედებდა, იყო საკმაოდ ისეთი დანაშაულებრივი ფაქტები გორის რაიონში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ პოსტის ყოფილი ხელმძღვანელობის უნიათობის გამო მატარებელს შეუვარდა ხილისთავშის ყოფილი პოსტის უფროსი ხილისთავის სოფლის და თავი მოიკლა. შემდგომ გარდა მიუხედავად ამისა და ჩვენი დიდი მცდელობის გამოვლინდა იგივე ქარელის რაიონში გამოვლინდა, დირფში გამოვლინდა, აი სულ ახლახანს კეხიჯვარში გამოვლინდა კიდევ 5,500 ლარამდე ავიდა ეს პენსიების დატაცება ამ სოფელში. გამოვლინდა ხაშურის რაიონში, ისე რომ 10 რაიონი გამორიცხული არ ყოფილა, ხაშურის რაიონში იყო გაორებული პენსიები, დარსულებზე გაწელები და ყოფილი მთავარი ბუღალტრის სხვადასხვის 75 წლის მოხუცი ქალბატონისგან ისეთი ოპერაციები გაკეთებული და მივისება სამეზო თანხების და გორში იყო ეს სოფელი ნიკოზი, შინდისი, ვარიანი, ტირზნისი, სადაც მოხდა თითო სოფელში დაახლოებით 4-5,000 ლარის ოდენობით დატაცება. და იმ გაჭირებულ ხალხს 11 და 10 ლარი რომ ეკუთვნის და იმასაც რომ მოპარავენ, იმათი დანდობა არ უნდა იყოს და სამწუხაროდ მე მინდა განვაცხადო, რომ ძირითადად ესენი იყვნენ სპორტის გამგეები, იყვნენ მანდილოსნები იყვნენ ისიც და მცირე წლოვანი შვილების დედები იყვნენ და ზოგიერთი ასაკოვანიც რომელს ვახსენეთ ეს. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იგივე მაკონტროლებელი ორგანოების და მათი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობა და იგივე სამართალდამცავ ორგანოების, რომ მათი საქმეები გამოიძიო წარმართოს სასამართლოში და ეს ხალხი მისცე პასუხისგებაში. მე მესმის ყველას გასაჭირი, მაგრამ არავის დანდობა არ უნდა იყოს, ვინც გაჭირვებული პენსიონერის 10 ლარზე ხელს მოითხოვს. ეს უნდა იყოს ცალსახა პოზიცია. მე მესმის ახლა რომ ძალიან ძნელი ამის კონტროლი, ეს იცით არ არის ეს მარტივი მოსაკლები ხოლმე ესეთ საკითხები, მარტივი გამოსავლენი. თვეზე რომ მიდიოდეს პენსია პენსიონერებს, ისინი ვეღარ გაბედავდნენ იმას, რომ მათი თანხები მიითვისონ, მაგრამ რომ გვიანდება თორობითი ადგილი ქონა გასესხებას, რაღაცა პირადი მიზნებით გამოყენებას და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს აი უნიკალური შემთხვევა იყო მართლაც სამართალდამცავ ორგანოების და მაკონტროლებელი ორგანოების ერთობლივი მუშაობის საქმის ასე ბოლომდე წარმართვის და კიდევ ვიმეორებ აქ იყო ადმინისტრაციის, სამხედრო ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა, იყო გამგეობებიდან მხარდაჭერა, ხელი შეშლა ნამდვილად არ ყოფილა ამ საქმეზე პირიქით. ყველა ეს საქმე სასამართლოს წარიმართა, ყველა ეს მიტაცებული თანხები დაბრუნებული და ანაზღაურებული იქნა სათანადო ფონდში. აი ამაზე იყო ზუსტად ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურატურის კოლეგიის ხდომა იყო, რომელმაც ურთიერთობაზე იმჟელა კონტროლის პალატის და პროკურატურის და სხვადასხვა შიდა ქართლის მხარის საოლქო პროკურატურის და კონტროლის პალატის ეს ურთიერთთანამშრომლობა საკმაოდ არ შევიქეთ თავს, მაგრამ დადებითად შეფასდა აი ამ კუთხით, რომ ასეთი ურთიერთობები არის ჩვენში ჩამოყალიბებული. ბატონო ზაზა, გასაგებია ვისაუბრეთ მითვისებლებზე, სამპენსიო თანხების მითვისებლებზე და ხალხში იმ პენსიონერებში დღესდღეობით ძალიან მყარად არის გამჯდარი ის აზრი, თითქოს ბანკებში ფული კი მოედინება, მაგრამ გარკვეული წრეები ამ ფულს ატრიალებენ, ფული მოაქვს და სწორედ ამის გამო ხდება დაგვიანებაო და თქვენი კომენტარი ამის შესახებ. მე არ ვიცი ახლა იცით, ადრე იყო წინათ რომ სხვადასხვა კომერციული ბანკები და ნუ მაშინ სახელმწიფო ბანკები ერთხელ ყველას ემსახურებოდა ამ საქმეს, დღეს ეს ყველაფერი არის მხოლოდ გადასული ეროვნულ ბანკზე და ხაზინის საშუალებით ხდება ამ თანხების მოძრაობა, ისე რომ არ ვიცი, უნდა დიდი გული გქონდეს ვიღაცას, რომ დღეს ეს მოსული საპენსიო თანხა მე გამორიცხვით ვერ გამორიცხავ, მაგრამ საკმაოდ დაუშვებლად მიმაჩნია, იცით, დიდი გული უნდა გქონდეს მართლაც, ან გულის არ უნდა გქონდეს აი ამის გაკეთებას. მე პირადად გამორიცხავ. თუმცა შეიძლება რომ ვინმე მესის გაბედოს და ერთი რამე კიდევ ბატონო გოგა, რატომღაც ისეთი აზრის მუსილებს, რომ თითქოს ეს შიდა ქართლის სცენია, მე არ ვიცი სხვაგან არ ვიცი ჩვენი კოლეგები, როგორც მაკონტროლებლები, სამართალდამცავები, როგორ მუშაობენ სხვა მხარეებში, მაგრამ
არ გონია რომ ეს შიდა ქართლის სცენა იყოს. უბრალოდ ჩვენ შევძელით ამ საკითხების გამოვლენა და ამაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბატონმა რეზუმ შავიშვილმა მითითებას მისცა ჩემს კოლეგებს, რომ ეს გარკვეულად ეს პრაქტიკა სხვა მხარეებშიც დაენერგათ. მადლობა ბატონო ზაზა, მე ძვირფას ტელემაყურებლებო შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია ქარელში 3-13-31 ან მობილური 8-99 47-13-31. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ბატონი ზაზა თქვენს მიერ მოწოდებულ კითხვებს აუცილებლად გასცემს პასუხს. ბატონო ზაზა, ფაქტია, რომ დღეს პრესის ფურცლებზე ძალიან ხშირად ისმის კითხვები და ასე ვთქვათ პასუხებიც იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატის შემოწმება დაიწყო საპარლამენტო კომისიამ. თქვენი აზრით, რატო დაჭირდა სწორედ არჩევნების წინა პერიოდში კონტროლის პალატისა და რეზო შავიშვილის შემოწმება პარლამენტის საგანმანათლებლო კომისიამ? გითხრათ, ბატონო გოგა, პარლამენტი იგივე ის სპექტრია, რაც ჩვენი საზოგადოება მთლიანად წარმომადგენელი, ისე რომ იქ არის სხვადასხვა მიმართულებები, მემართო პარტიები ადამიანებს შეხედულობაში. საერთოდ კანონში წერია გარკვევით, რომ კონტროლის პალატა ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, უმაღლესი მაკონტროლებელ ორგანო ქვეყნის, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პარლამენტს. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით. თქვენ იცით, რომ პარლამენტის მოქმედების ვადა 4 წელი და ეს იმას ნიშნავს ზუსტად, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე დაინიშნოს 5 წელი, ეს მის დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა, ასე ვთქვათ. და დამოუკიდებლად მოქმედების გარკვეულად კიდევაც. გარკვევით წერია კანონში, რომ კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმება შეუძლია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას. კონტროლის პალატა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების ბაზაზე ფუნქციონირებს უკვე 1992 წლის მარტიდან. ამ პერიოდში კონტროლის პალატის საქმიანობა არ შემოწმებულა. მე შემიძლია სხვა მაღლა განვაცხადო. სხვადასხვა იყო ადრე გარკვეული ზეწოლები, მცდელობები და ამის შემდგომ მე გეტყვით დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ბატონმა რეზო შავიშვილმა მიმართა ბატონ ზურაბ ჟვანიას თხოვნით, რომ შექმნილიყო კომისია და შემოწმებულიყო საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა. სხვადასხვა პარლამენტმა მიიღო ეს დადგენილება, მაგრამ რატომღაც საგაზაფხულო სესიებამდე ეს საკითხი აღარ დადგენილა, აღარ დამდგარა დღესასწაულში. მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი ამას უკავშირებენ ბატონ რეზოს გაკეთებულ განცხადებას დასის აღდგენის შესახებ. მე შემიძლია ჩვენი მხარის მოსახლეობას უთხრა ცალსახად, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მის მოადგილეებს, ხელმძღვანელ პირებს კატეგორიულად გვეგზავნება კანონით რომელიმე პარტიის წევრობა, ასე ვთქვათ. ისე რომ არ არის ბატონ რეზო ის კაცი, რომ მან კანონი დააღვიოს. მე შემიძლია სიტყვასიტყვით მოგახსენოთ მისი ნათქვამი, რომ მას მორალური უფლება არ ჰქონდა, ხელი არ მოეწერა განცხადებაზე დასის აღდგენის შესახებ, ვინაიდან თვითონ იყო იგი დასის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე. მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, მას პოლიტიკური მოღვაწეობა აღარ განუახლებია. ის დარჩა ჩვეულებრივ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ასეთი განცხადებაც გააკეთა, მაგრამ მე ვრჩები ჩემს სამსახურში და არავითარ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებ. აი ეს არის ბატონ რეზოს აზრი და ის თუ რომელიმეს თქვა ზეწოლა უნდა და არის იქ შეიძლება იმას პიროვნული ინტერესები გაარჩეს, მე არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგიერთებს ჰქონდეს აი პოლიტიკური ასე ვთქვათ ბრძოლისთვის ახლა მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნები და რაიმე ფაქტების მოპოვება ასე ვთქვათ კონტროლის პალატაში, რომ შემდგომ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენონ. მე მაგალითად ასე მგონია, რომ საჯაროობა როგორც ჩვენთან ცენტრალურ მხარეში საკამოოდ არის ჩვენთან, ჩვენ დასამალი და მოსარიდებელი არავისთან არ გვაქვს, მაგრამ ცოტა ისეთი ბინძური მეთოდების მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ისევე როგორც ჩვენი ხელმძღვანელობა, რომ რაღაცა სხვანაირად მოხდეს ხოლმე ამ თუ იმ ფაქტის ინტერპრეტირება თუ გამოყენება სხვადასხვა მიზნებისათვის. ბატონ ზაზა, თქვენ ახსენეთ, რომ ჩემი ასე ვთქვათ პოლიტიკური სიმპათიები ვიცი მე საერთოდ არის მიმართული და არც დავმალავდა. დასისკენ არის მიმართული თუ მოქალაქეთა კავშირისკენ? არ დაგიმალავთ, მოქალაქეთა კავშირისკენაც არის და დასისკენაც არის. ჩვეულებრივად შეგვიძლია გავიგოთ ეს, იმიტომ რომ არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, ხო, დასში არიან ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, იცით როგორიც არის ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ზაბირაძე. სხვა მთელი რიგი პიროვნებები და შეიძლება მოსახლეობის ფართოფენებმა არც კი იციან, რომ რამ ხელა კანონ შემოქმედებითი საქმიანობა გასია ამ ხალხმა. დღეს რომ საქართველოს კონსტიტუცია აქვს, შეიძლება ქონებოდა, მაგრამ სხვანაირი ქონებოდა. მთელი რიგი ფუძემდებლური
კანონები რომ აქვს, ეს ზუსტად აი ამ ხალხის დამსახურება ბატონო. არ შეიძლება რომ აი ესეთი პოლიტიკოსებისადმი თან წესიერი ხალხია, იცით, არ გქონდეს ელემენტარულად აი გარკვეული სიმპათიები არ გქონდეს. ხო, რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირს, ეს დასამალად არის, მე პირადად 29 გახდით გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე. შემდგომ მიღებული კანონის შემდგომ უკვე მე ამეგზავა, ასე ვთქვათ, და შეჩერებული მაქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა. რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირის საკმაოდ ბევრია ჩემი მეგობრები. ისეთი ხალხი, ვისაც ასე ვთქვათ, ვის კურსაც მე მხარს ვუჭერ, არიან პიროვნებები, რომლებიც მე ამასაც ვიტყვი, რომ მე მათ კურსი და მათი ასე ვთქვათ, სხვადასხვა არის იქ გარკვეული კატეგორიები, სხვადასხვა იქ ჯგუფები და ასე ვთქვათ და ჯგუფები სხვადასხვა რომ გამიგებთ, მაგრამ სხვადასხვა მხრივ მოაზროვნე ხალხი. არის ეს ასე. რომ ძირითადში მე აშკარად ვიზახი არაფერი აქვს სამალი ადამიანს ჩემს ასე ვთქვათ სიპატიებს. დიდი მადლობა. პირველი ასე ვთქვათ წერილიც მოვიდა მაყურებლისგან. მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავხადო ამ წერილის დამწერს, იმიტომ რომ დადებითად შეაფასა ასე ვთქვათ ჩვენი გადაცემა და მე წაგიკითხავთ ხოლმე შინაარს. ძალიან სასიამოვნოა ასეთი გადაცემის არსებობა. და თქვენ გწერთ ბატონო ზაზა, ბოლო პერიოდში კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობისათვის არაფერი არ არის ცნობილი. თუ შეიძლება მოკლედ ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კითხვებიდან გამომდინარე თქვენ მოგეცემათ საშუალება ისაუბროთ კონტროლის პალატის მიერ ბოლო დროს ჩატარებულ სამუშაოების შესახებ. ბატონო ზაზა, როგორც ცნობილია, 1 წლის განმავლობაში და უფრო მეტი თქვენ ენერგეტიკის კომისიას უდექით სათავეში ქალაქ გორში. ეს მხარეში ვაპატიეთ, ეს უშუალოდ პრეზიდენტის დავალება იყო და მაშინ ასე თუ ისე შეიძლება ითქვას, რომ ქალაქს დენის მიწოდება გამოუსწორდა. დღეს ამ მდგომარეობა ამ მხრივ და რა შეიძლება ითქვას აი ენერგოკომპანიების მუშაობის შესახებ, რომლებიც შიდა ქართლში მუშაობენ დღესდღეობით. მე გეტყვით, ბატონო გოგა, ეს 95 წლის ივლისში იყო ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება, როცა შეიქმნა საგანგებო ენერგეტიკული კომისია. კონტროლის პალატას დაევალა ამ საკითხების, ასე ვთქვათ, მუსირება, გარკვეულად ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა. შემდგომ შეიქმნა საგანგებო ენერგეტიკული კომისია, რომელსაც ყოფილი საათობი ენერგეტიკის მინისტრი უდგა სათავეში. და მხარეებში რატომღაც ესე იქნა გადაწყვეტილი ცენტრში, რომ კონტროლის პალატის სამხარეო თავმჯდომარები ჩავდგომოდით ჩვენ აი ამ კომისიებს. მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ორგანო და ამ მომენტში ჩვენ მოგვიწია აღმასრულების ფუნქციების შესრულება გარკვეულად. არ არის ეს დასამალი. მე ხმამაღლა ვიყრე, რომ მაშინ ბატონი ბადრი იყო ხადიძე წონებული, ახლა ბატონი ირაკლია ბოჭორიძე, მათთან ერთად ყოველდღიურ კონტაქტში შეიძლება ითქვას. არ დაგვიტოვი არც ერთი ფაქტი. იყო დანაშაულის ფაქტები ხაშურის კომპანიაში, გორის კომპანიაში იყო დანაშაულის ფაქტები. ეს ჩვენ გამოვავლინეთ გადაეს, ყველგან იყო ეს ინკასატორების ცნობილი ინსტიტუტი მოიხსენებათ. ძალიან დიდი მუშაობა იქნა გაწეული, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ჩვენი დამსახურება იყო, ეს ყველა დამსახურება იყო ერთად. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა გორში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა კომპანიების ხელმძღვანელების, ძალიან ბევრი. საბოლოოდ დღეს არის ახლა ის პიროვნება, ვის ორგანიზატორია და ვისაც ვინც შეძლო ამ საქმის ასე თუ ისე მოგვარება და მე შემიძლია გითხრათ, რომ საქენერგო ძალიან ძიმე პირობებში აყენებს ჩვენს ენერგო კომპანიებს, ძალიან ძიმე პირობებში. ჩვენს ენერგო კომპანიებს თავიანთი ასე ვთქვათ დარღვევები თვითონ ეყოფათ. და თავიანთი ცოდვები ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ზემოდან რომ ხელშეწყობა არ აქვს, ეს არის ფაქტი. თქვენ მოგეხსენებათ ეს რებოდეთ იმ სხდომას, სადაც საქენერგოს ხელმძღვანელობა ყავდა ჩვენ მოწვეული. როგორი მწვავე საუბარი ქონდა, ესე პირველი არ იყო მათთან სხვათა შორის, ჩვენ თბილისის ბევრჯერ ქონია მინისტრის დონეზე და შემდგომაც, მაგრამ ერთი რამე მინდა ხმამაღლა თქვა. თუ აქ სისტემა შეიცვალა, მთლიან საათობი ენერგეტიკის სისტემა მთლიანობაში, მანამ ამ საქმეს არაფერი არ შეიძლება. მე ძალიან კარგად მახსოვს პურზე და პურპუნთორშიურზე რანაირი კრიზისი იყო ჩვენს ქვეყანაში. ალბათ დღეს გადაგვეწყდა კიდევაც შეიძლება ეს, მაგრამ მე არ დამიწყდა. მაშინაც ჩვენ გვევალებოდა ეს საკითხები, რაღაც გარკვეულად აღმასრულებლის ფუნქციებში გამოვიდოდეთ, ასე ვთქვათ და რაღაც, მაგრამ შევძელით გარკვეულად წესრიგის დამყარება, ბოლომდე ვერ მივიყვანდით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს თუ სისტემა შეისრულებოდა, აი პურის წარმოების მთლიანობაში. დღეს პურის კრიზისი ქვეყანაში აღარ არის. ამიტომ ასევე უნდა შეიცვალოს საათობი ენერგეტიკის სისტემა მთლიანობაში, უნდა მიიღოს, არ ვიცი ხო, რა თქმა უნდა, პრივატიზაციის სახით, სხვა ფორმები და ასე შემდეგ, რომ მიიღოს ის რეალური საბაზრო სახე. როგორ შეიძლება რომ ქვეყანა ხელფასები აქვს გასაცემის საქენერგოს თავის თანაშრომლების და
გაცემული აქვს საქენელგოს ხელმძღვანელობას 35 მილიონი ლარი აქვს სხვადასხვა კერძო ფირმებზე ასე ვთქვათ კრედიტები გაცემული. და რა გააკეთეს ამ ფირმებმა და რა ენერგიას იმუშავებენ ქვეყანაში, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაურკვეველია. ეს კარგად გამიგეთ, ეს არის რაღაცა მონსტრი, აი კორუფციის ბუდე შეიძლება ითქვას. მთელი სისტემა ეს. მე არ მინდა რომელიმე პიროვნება დავასახელო. ეს აგერ დაასახელა შინაგანსაკუთრებათა მინისტრმა, მათ აქვთ ხელთ ეს ფაქტები, ჩვენ არავისად ვერ ვიდებით, მაგრამ სისტემა ეს სასოფლო ენერგეტიკის რომ კორუმპირებულია თავიდან ბოლომდე, ამას მე ვაცხადებ ხომალდ. და კომპანიები 95 წლიდან მოიცილა ჯერ საერთოდ ჩააყენეს გერის როლში და დღესაც გერის როლში ყავთ. ამას ვაცხადებ ხომალდ. შეიძლება იქ საქმის კეთება, ოღონდ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულებები უნდა იყოს ხოლმე, აი თვითონ ამ სისტემაში არის რამოდენიმე ქვედანაყოფი, რომლებიც მე შემიძლია თქვა ებრძვიან ერთმანეთს. საქენელგოსთან ურთიერთობები დავერეგულირებთ, ჩხუბითო მოფერებით და ასე თუ ისე შემდეგ და თქვენ მოგესალმებათ ზოგიერთი დისპეჩერები თავის ნებაზე თავდნენ მთელ მხარეს. აი ამ დონეზე ვიყავით მისულები და რაღაცა საუბარი. ძალზე თამამ განცხადებებს აკეთებთ ჩემი აზრით. ხო არ აქვს გეშინიათ ბატონო ზაზა აი ამ განცხადებების შემდეგ. არ ვიცი, ჯერ აქამდე არ შინებია და არის მე ნახოთ. ბატონო ზაზა, მე ის სხდომა მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც ბორის კოჟორიძე იყო ჩამოსული გორში. დატოვა თუ არა მან გორი, გაემგზავრა თუ არა გორი და ნიმწუჩი ჩაბნევდა ქალაქი. ბატონო გოგა, რამდენჯერაც დაგვირებული ვარ, ცოტა დიდი დონის, ასე ვთქვა, სტუმარი ჩამოგვდის გორში. ეს საქენელგო გვაწვდის ძალიან კარგად და მათი გარსოვნები და ნაწუთში გვთავენ რატომღაც. და ისე ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვისაუბროთ. იმ კომისიას დავალებული ჰქონდა პრივილეგირებულ უბნებზე, აი ეგრეთ წოდებულ პრივილეგირებულ უბნებზე მიერთებული სახლების ჩაჭრა, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირია და ეხლა დღესაც ზოგიერთ ქუჩაზე ჩვენ აბლაბუდის ქსელი გვეგონება გამული სადენები. ეს გარკვეულწილად საფრთხესაც უქმნის იქ მოსიარულეს თუ იმ სახლის პატრონს, ვის სახლშიც ეს ცალწვერა, ასე ვთქვათ, სადენით არის შეყვანილი დენი. და მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა დღესდღეობით აი ამ პრივილეგირებული უბნებიდან ჩაჭრების შესახებ. ერთი რამე შემიძლია თქვა ახლა გორში ამოღება და ქართლში მთლიანად ჩვენ შევძელით, რომ ყველაზე მაღალი ქონებოდა ელექტროენერგიის საფასურის ამოღება რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა. და უკვე ისეთნაირად იყო, რომ გორში რომ მოწოდება საუკეთესო იყო დამერწმუნებით. იყო პერიოდი, რომ თბილისზე უკეთესად მოეწოდებოდა გორს. იყო ეს. სამწუხაროდ ახლა ისეთი აერიული სისტემა შექმნილი, როგორც გვიცხადებიან, თბილისში და ენგურხეში ეს ორი ძირითადი ობიექტია, საიდანაც ხდება მოწოდება. სამწუხაროდ ჩვენთან რესურსები საკმაოდ დიდია, ჰიდრორესურსები, მაგრამ ჰესები არ აქვს მხარეში. ანუ ჩვენი ასე ვთქვათ, რესურსები გვაქვს, მაგრამ ჩვენი ენერგია არ გაგვაჩნია მაინც და მაინც ჩვენ. ამიტომ ვართ აბსოლუტურად დამოკიდებული ამ მხრივ ცენტრზე. პრივილეგირებულს მე ვერ ვიტყვი, შეიძლება ახლა გადაქცეულია და ეს ფაქტია და მე გეთანხმებით, ეს დიდ საშუალებას ქმნის. ეს უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ენერგოკომპანიას ეს მარტო გორს არ ეხება, ხაშურსაც ეხება, კასვას და ქარელსაც. მათ არ აქვს ეს სახსრები, რომ ახლა მთლიანად შეცვალონ ეს ქსელი. მე მინდა კარგად გამოვიდეთ. ვიცით, რომ მოსახელებამ თვითონ შეიძინა ეს და კომპანიების, ასე ვთქვათ, თანაშრომლების საშუალებით დაამონტაჟეს. მაგრამ დღეს რომ ვთქვათ, რომ აი გორში მაგალითად, რომ პრივილეგირებული უბნები არსებობს, მე ვიტყვი, რომ არ არის ასე. პირადად მიწევს ცხოვრება ისეთ უბანში, საერთოდ შეიძლება ითქვას, ჩანს ისეთი უბნები და ისეთი დასახლებები გორის, როგორც არის წმინდა წყალი მთლიანად ჩანს. ჩემი საცხოვრებელი ბინიდან ბამბეულის დასახლება მთლიანად ჩანს და თუ კი გორს დენი აქვს ბამბეულის დასახლებას და წმინდა წყლის დასახლებას არის განათებული. შემიძლია ეს მე ხმამაღლა განვაცხადო და დახუჭკიცო ყველას. და ამას მე ვხედა ყოველდღე და ყოველ საღამოს. ასე რომ იმაზე გეთანხმებით, აი ეს ქსელები უნდა ეს რაღაცნაირად უნდა გამოინახოს ამ სახსრები და მოწესრიგდეს, მაგრამ აი ეს პრივილეგირებულ უბნებზე ალბათ აღარ შეიძლება საუბარი გორში მაინც. და ესეთ მაყურებლისგან, ტელემაყურებლისგან შემოვიდა ესეთი კითხვა. შეუძლია თუ არა კონტროლის პალატას კერძო ფირმაში შესვლა და თუ შეუძლია რის საფუძველზე და რის შემოწმება შეუძლია? საინტერესო შეკითხვაა, მე შემიძლია მოვიყვანო კანონიდან მუხლი, კონტროლის პალატის შესახებ კანონიდან. ჩვენი უშუალო მოვალეობა მე ვთქვი, ეს არის სახელმწიფო სახსრების გამოყენების, სახელმწიფო ქონების გამოყენების კანონები და ასე და შემდეგ. მაგრამ ამასთანავე მე მინდა განვაცხადო, რომ კონტროლის პალატა როგორც უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულიც არის და შეუძლია კიდევაც შეამოწმოს სხვა საფინანსო სამეურნეო კონტროლის ორგანოები.
სახელმწიფო ორგანოები. იგივე საგადასახადო ინსპექცია, ფასების ინსპექცია, სტანდარტების სამსახური და ნებისმიერი ბუნების დაცვა და რომელი მაკონტროლებელიც კი საერთოდ ქვეყანაში არსებობს და მაკონტროლებლების სიმცირეს ნამდვილად არ ურჩივით ეს შემეძლია ხანმოკლედ. რაც შეეხება შეგვიძლია თუ არა კერძო ფირმაში შესვლა. არავის არ აუგზავნია და რატო? არის ჩვენს კანონში მუხლი ასეთი, რომ კონტროლის პალატის, ასე ვთქვათ, საკონტროლო არეალს ექვემდებარება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც გარკვეული სახით იღებს, გამოიყენებს, გადარიცხავს თუ ასე შემდეგ სახელმწიფო სახსრებს. ყველა კერძო ფირმა იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში გარკვეულ თანხებს. წეგამე ახსენე, ყველა კერძო ფირმა მალავს ამ თანხებს. ელემენტარულად ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელობის პირადად ბატონელოზოს ასეთი გადაწყვეტილება და თლიანად რა თქმა უნდა ყველა მხარი დაუჭირეთ. საგადასახადო სამსახურმა, საგადასახადო ინსპექციამ უნდა გაარკვევით და განსაზღვროთ აკეთოს თავის საქმე, ანუ ბიუჯეტში ამოიღოს თანხები. ეს ჩვენ თქვით სასახად, რომ ეს არ არის კონტროლის პალატის საქმე. მაგრამ 2 წელიწადში ერთხელ, როცა საგადასახადო ინსპექციის ჩვენ რევიზიას ვატარებთ და 6 თვეში ერთხელ მისი საქმიანობის ანალიზს თავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ შევეხოთ იმ კერძო ფირმას, სადაც დავინახოთ რომ დარღვევა და დამალვა. და მე ამას ახლა კარგი შეკითხვაა, რახან ასეთ შეკითხვა დაისვა. მე ვაპირებდი ამ განცხადების გაკეთებას. აქვს ესეთი კონტროლის პალატას არ აქვს უფლება. კონტროლის პალატას აქვს უფლება, მაგრამ ჩვენ ვიკავებთ თავს, რათა წარმოებელი და მეწარმე არ იყოს შეწუხებული. და ჩვენ სხვა მაკონტროლებელი ორგანოებისგანაც კი ვიცავთ ამ მეწარმეებს, იმიტომ რომ ჩვენთან არის ეს საკოორდინაციო საბჭო შექმნილი მაკონტროლებელი ორგანოები, სადაც არის როგორც სამართალმცავი ორგანოების ხელმძღვანელები შედიან იქ, უშროების სამსახური და სხვადასხვა, ეს რესპუბლიკური და მათ შორის ჩვენთანაც არის მხარში ეს ფუნქციონირებს. მაგრამ ასეთი განცხადებები არა და მე სხვადასხვა მქონდა ახლა საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელებთან საუბარი. აი ასეთი ციფრები გვაქვს ჩვენ ახლა ხელთ. გორის საბაჟოზე შემოსული ჩვენი მხარის კუთვნილი ტვირთების ოფიციალურ რეგისტრირებულ ტვირთებზე ვიზახი 6 და 8%-მდე მოხვდა საგადასახადო ბრუნვაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი შემოვიდა ჩვენ მხარეში ტვირთი იმპორტით, რომელიც გააბარდა საბაჟოზე და შემდგომ საგადასახადო ინსპექციაში აღარ ნახა ამ ასახვა. ანუ ბიუჯეტმა დაკარგა მე აგერ იმპორტირებული ტვირთი გადასახდელების ხმამაღლა ვიზახი 90%-ზე მეტი. რა მაგენდა ახლა სხვა. და როგორ ახლა იმ ფირმებს ჩვენ რომ მივადგებით და მე ხმამაღლა ვაცხადებ, კარგია რომ თუ გვისმენენ ამას და ყველა მისოდეს, არავის არ დავტოვებთ ის. ჩვენ გვაქვს უკვე მათი სია, საგადასახადო ინსპექციებთან შეთანხმებული ვართ. მე არც ერთ საგადასახადო ინსპექციას შეურაცხყოფას არ ვაკეთებ, მაგრამ რატომღაც გარკვეული მიზეზების გამო ვაწყობთ, რომ ისინი ვერ ასრულებენ თავმოვალებებს ისე როგორც საჭიროა და მე შემიძლია ვთქვა, რომ გადასახადების დამოვლა 80%-ზე და მეტზე არის. ერთლიანად ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენი მხარეს არ არის გამორიცხული ამ ხრივ და ჩვენ ამ ფირმებთან გვექნება შეხება. აუცილებლად გვექნება ისევ საგადასახადო ინსპექციებთან ერთად და მათი საშუალებით. თქვენ საგადასახადო ინსპექცია ახსენეთ და მე როგორც ჩემთვის არის ცნობილი და ქალაქში ამბობენ $3,000-მდე ჯდება საგადასახადო სისტემაში მოწყობა და ამას ხოლმე ამოღება უნდა. ამას მე ვერ გეტყვით, სულ ახლახანს მოხდა გორში საკადრო ცვლილება, იყო შეთავაზება მოადგილისადმი, ბაბნოგურამ კვიძინაძე შეთავაზა, ის გამოიყო. იყო სხვადასხვა სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, რამე თუ ისინი იცნობდნენ პიროვნულად. თვითონ დათანხმდა ბატონი გურამი და მე შემიძლია გითხრათ, რომ არა, მე კვიძინაძე არ მიგულისხმება რიგი თანამშრომლებს. ნამდვილად აქ არ ყოფილა და რიგი თანამშრომლებს რაც შეეხება მე ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ასეთი რომ ნამდვილად არ გამიგე. ვერც გამოვრიცხავ ვერაფერს და ვერც შევიტყდა. აი რაც შეიძლება ახალ გორის ახალ ხელმძღვანელზე, ახალი ინსპექციის ახალ უფროსზე, ეს გამორიცხული შემიძლია ხამაურად. გასაგებ შეიძლება ეს კითხვა ბატონოზე თქვენ აგეხებოდეთ, მაგრამ ჩვენს ტელემაყურებელს გადაცემის ობიექტურობაში რომ არ შეეპაროს და ჩვენ მე აუცილებლად დავსვა ამ კითხვას მაინც. რეპრესირებულის ცოლშვილისათვის პენსია ივნისიდან უნდა ყოფილიყო 45 ლარი, იქნება თუ არა? რა შეგიძლიათ უპასუხოთ? თქვენ მართალი ბრძალეთ, ბატონო გოგა, ამაზე მე მიჭირს პასუხის გაცემა ისეთ ჩვენთან სანომარმო გასაგებ თუ არ ვცდები, ნუ დაუყნობა მაყურებელი მაინც იმიტომ ჯობია რომ ისე სპეციალურმა ორგანოებმა გასცენ ამაზე პასუხი, ვისაც უშუალოდ ეხება. თუ არ ვცდები, 1 იანვრამდე გადაიწია, თუ არ ვცდები.
მაგრამ მაინც უნდა ეყნობიან ჩემ პასუხს. და საბიუჯეტო კრიზისთან გამომდინარე. ასე იგი ბატონ ზაზა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჭამ სტუდიიდანაც და საერთოდ ქალაქშიც დიდხანს იყო მითქმა-მოთქმა სურამის ბავშვთა სახლის ტრანსფერთან დაკავშირებით. რა მოხდათ? მე ვიცი რომ თქვენ გამოიკულიეთ ეს საქმე. კი, ეს იყო მე გეტყვით პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გადმოგიგზავნა ეს საქმე შესასწავლად. მე მინდა გითხრათ რომ რასაც ახლა ვიტყვი ეს არის რეალობა, ეს არის სიმართლე, არც მეტი, არც ნაკლები. სურამის ბავშვთა სახლს პარლამენტმა დაუმტკიცა და გამოუღო ცენტრალური ბიუჯეტიდან 30,000 ლარის ტრანსფერტი. მიზნობრივი სპეცტრანსფერტი. სამწუხაროდ იმ წელს ეს ეხება 97 წელზე საუბარი, მაშინაც არ იყო ბიუჯეტში დალაგებული მდგომარეობა და ეს 30,000 ცენტრალურ ბიუჯეტმა ერთიანად ვერ მისცა ხაშურის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტს. ადგილობრივ ბიუჯეტს. ეს ამ თანხის მისვლა მოხდა თანდათანობით, ჯერ 10,000, შემდგომ 10,000, კიდევ 10,000. პირველი 10,000 ლარი გააფორმა ხაშურის გამგეობამ უბრალოდ განათლების განყოფილების საშუალებით გააფორმა გორის ერთ-ერთ სამშენებლო ფირმასთან. მისცეს 10,000 ლარი. ხელშეკრულებაში იყო ასეთი მუხლი, რომ ფირმა ვალდებულებას იღებდა მთლიანად 30,000 ლარის მიღების შემდეგ 2 თვეში დაემთავრებინა სამუშაოები. წინასწარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ფირმა უნდა დაჟარენებულიყო. რატომ და რის გამო გამგეობამ ამის მერე აღარ მისცა დანარჩენი 20,000 ლარი ამ ფირმას? იყო მოტივი ასეთი, რომ მათ არაფერი არ გააკეთეს იმ თვეების განმავლობაში, არადა ეს დავა თურმე გრძელდებოდა დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში. ჩვენთვის ცნობილი გახდა იანვრის დასაწყისში, 98 წლის იანვრის დასაწყისში. როდესაც ეს საკითხი ვნახეთ, მე მინდა ცალსახად და ხმამაღლა განაცხადო, იქნება აქ იმაზე საუბარი, რომ ვინმე ეს თანხა მიეთვისა. მე მინდა ეს პირდაპირ და ხმამაღლა უთხრა ჩვენს მაყურებელს. ეს თანხა არავის არ მიუთვისია ეს 30,000 ლარი. მოხდა ასე, რომ 30 დეკემბერს ხაშურის გამგეობამ ეს დარჩენილი 20,000 ლარი სესხად გადაურიცხა ხაშურის მერიას, საიდანაც გაცემული იქნა ხაშურის ქალაქის პედაგოგთა ხელფასების დაუზენება. გარკვეული თანხა თვალსწრები 1,500-1,800 ლარი მდინარე სურამულას გაწმენდის სამუშაოებს მოახმარეს და გარკვეული თანხა დაახლოებით 800-900 ლარი კანალიზაციის და დასუფთავების სამუშაოებს. ეს თანხა შემდგომ დაბრუნდა, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, მითვისებით არავის მიუთვისია. მაშინ რატომ აწყდა ასეთი ხმაური? იმიტომ აწყდა, რომ აქ მოხდა კანონის უხეში დარღვევა. სპეცტრანსფერტის სხვა დანიშნულებით გამოყენება ეს არის კანონის დარღვევა. არამიზნობრივი და უკანონო ხარჯია ეს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მითვისება არ არის, მაგრამ ხმამაღლა ვიძახი, კანონი ყველას უნდა იყოს კანონი. აქ იმაზე საუბარი, რომ პარლამენტმა მიიღო სისხლის ამაღლის კოდექსის სპეციალური დამატება 164 მუხლი. არამიზნობრივი ხარჯი ნებისმიერი არამიზნობრივი და უკანონო ხარჯი ისჯება სისხლის ამაღლის პასუხისმგებლობით. მე ვიცი რომ აქ გარკვეულწილად ჩვენთან სტუდიაში წერილიც კი მოვიდა თითქოს ჯონი თაყნიაშვილს სახალხო პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელია ედავებოდნენ ამ თანხას, მაგრამ როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, იგი არ ყოფილა დამაშავე. მე ვერ გეტყვით ჯონი თაყნიაშვილს რაზე ედავებოდნენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, უბრალოდ ფირმასთან დაკავშირება მოხდა, მე როგორც ვიცი, მისი საშუალებით. მე როგორც ვიცი, გორის ფირმასთან დაკავშირება. და ისე რომ სხვა ესეც რა თქმა უნდა ოფიციალურად მე არ შემიძლია ამაზე განცხადების გაკეთება. ჩვენ რაც ოფიციალურად ვნახეთ, იმაზე ვიძახი, რომ ამ თანხის მითვისება არავის მიერ არ მომხდარა, აქ მოხდა ამის უკანონო არამიზნობრივი ხარჯვა. და ის სამუშაოები თუ შესრულდა, რაც იყო ტრანსპორტი. ის სამუშაოების შემდეგ შესრულებული იქნა, ხაშურის მერიამ დააბრუნა, ასე ვთქვათ, ის რაც იყო. იქ იყო დავა იმ 10,000, რომელიც იმ გორის თვალსწრები ფუნდამენტი ასეთი მას ჰქონდა წაღებული. მე ერთი რამ გამკვირვებია, ახლა კონტროლის პალატა შეუძლია რომ შეამოწმოს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს კონტროლის პალატა, თქვათ იგივე სამართალ დამცავების კუთხით, რომ იქ საბრალდებო დასკვნა დაწეროს, ან და სულაც სასამართლო განშინება გამოიტანოს. მე რამდენჯერმე მქონდა ხაშურის გამგეობასთან საუბარი და უთხარი თქვენ ბატონო თუ მართლები ხართ, არსებობს სასამართლო, გაქვთ ხელშეკრულება და უჩივლეთ ამ ფირმას. სამწუხაროდ ასეთი რამ მათგან არ მომხდა. ეს რა თქმა უნდა ახლა დაბადებს ეს, იმიტომ რომ როცა ამხელა ხმაური და აჟიოტაჟი ატყდება რაღაცაზე, ხომ?
სიმართლე უნდა გაირკვეს ბოლომდე და უნდა გაირკვეს ალბათ, მაგრამ მე როგორც კონტროლის პალატის წარმომადგენელს და კომპეტენტურ სამსახურში, აი რაც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ეს განცხადება გავაკეთო. დანარჩენი პირადი ურთიერთობები მაბადეთ, მაგრამ ჩემი და ჩემი სამსახურის საქმე არ არის. ეს მათი მოსაგვარია. ასე იგი, წერან თქვენ საგადასახადო სისტემა ახსენეთ და ამ საგადასახადო სისტემაში გარკვეული პრობლემების შესახებაც გარკვეულად ისაუბრეთ. დღესდღეობით ჩვენს რეგიონში კონტრაბანდული ტვირთი შემოედინება. თქვენი აზრით, ხომ არ არის კავშირში აი სწორედ ეს საგადასახადო სისტემის მოუგვარებლობა ამ კონტრაბანდის დასთან? ნუ მე გეტყვით კონტრაბანდასთან საგადასახადო სამსახურს ნაკლები შეხება აქ უფრო საგადასახადო სისტემაზე. სისტემა თეორიობაში კი გეთანხმებით, საგადასახადო კანონმდებლობაზე მე გითხრათ. გეთანხმებით, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შენიშვნები, კერძოდ ერთ რამის ვიტყვი, აი უბრალოდ წელს ვიცით რომ სიგარეტზე და ალკოჰოლურ საზმელებზე შემოვიდა აქციზური მარკები. ამან ჩვენს ბიუჯეტს მოუტანა 10 მილიონობით ლარის დამატებითი შემოსავალი, თუ არა 100 მილიონობით, უკვე წლის ბოლოს დაითულება და ვიტყვით ამას ხამა. ეს თვლიანად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტია. ალბათ ახლა მეორე ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, პროდუქცია, როგორიც არის საწვავი. ბენზინი, დიზელის საწვავი და სხვა. მე პირადად მიმაჩნია, როგორც ეკონომის, როგორც სპეციალისტ, რომ გადასახადის გაზდამ საბაჟოზე, ვთქვათ, იგივე დამატებული ღირებულების და აქციზის საწვავზე გამოიწვია უკვე შედეგი. დღეს უკვე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია მხარეშიც და რესპუბლიკასაც მოგვაწოდა უკვე ცენტრალურმა აპარატმა, რომ რამდენჯერმე შემცირდა გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტში შემოსავლები საწვავიდან. ახლა ბატონობა რომ თქვათ ის რომ თურმე გასულ წელს საქართველოს თუ ჩვენს მხარეში უფრო მეტი ავტომანქანა თუ ავტომობილი მოძრაობდა და სხვა ასე ტრანსპორტი და წელს მათი ნაკადი აღარ არის, ეს ხომ აბსურდი. ამიტომ ამ ბენზინით და საწვავით მოაჭრეებმა დაიწყეს ალბათ სხვა გზების მოძებნა, იმიტომ რომ ეს ნამეტანის დიდი გადასახადი, რა თქმა უნდა, აცდნენ ამ ოფიციალურ გადასახადებს და დაიწყო სხვა გზების ძიება. და ალბათ მოძებნეს კიდევაც, იმიტომ რომ ბიუჯეტმა თუ სიგარეტიდან და ალკოჰოლური სასმელებიდან მიიღო, ამდენი დამატებითი არ არის. თავის კუთვნილი შემოსავალი უკვე რეალურად მიიღო. სამაგეროდ საწვავიდან დაკარგა წელს და ამაზე მე მგონია რომ უნდა დაფიქრდეს საგანმანათლებლო ორგანო და ვისაც ხელმწიფება იგივე ფინანსთა სამინისტრო და სხვა რომ ეს საკითხები დარეგულირდეს უნდა. იმიტომ რომ ეს პირდაპირ უწყობს ხელს კონტრაბანდას, პირდაპირ. და გარკვეულ კავშირებსაც ალბათ. ნუ რა თქმა უნდა გარკვეულ კავშირებს, ჯგუფებს და ასე შემდეგ. ეხლა არ ვიცი, როგორც იძახიან არჩევნებსაც დიდი ფული უნდა და ზოგიერთი ისეთ პატარა პარტიას ნახავ, ისეთი პლაკატი აქვს დაბეჭდილი და ისეთი სახსრები გააჩნიათ, რომ გარიკვირდება საიდან შორლებენ აფულს. გარიკვირდება. და სხვათა შორის მათ პარტიების ფინანსური მდგომარეობა არჩევნების შემდეგ ჩვენი შესამოწმებელი. დიდი მადლობა ბატონო ზაზა. ხომ არაფერს დაამატებთ თქვენს მიერ დათმობს. აი რა არის იმედი ჩვენ ვისაუბრეთ პენსიებზე, ვისაუბრეთ ელექტროენერგიაზე. გვექნება თუ არა ჩვენს მოსახლეობას ეს რეზიუმეს ავით რომ გავაკეთოთ და როგორი ზამთარი გვექნება თქვენი აზრით. მოკლედ მიმართოთ ჩვენს მოსახლეობას და ერთი რამ თქვა რომ ცხოვრებაში პესიმისტი არასოდეს არ ყოფილა, არ დაგიმოდოთ. გასულ წელს მართლა დამეუფლა პესიმიზმი, განსაკუთრებით ეს შემოდგომა ზამთრის წინა პერიოდს ეხება. იმიტომ ისეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ისეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო. მე ძალიან ვახსენებ თელევიზიო ობიექტური მიზეზები ქონდა ამას, რუსეთის კრიზისი, სხვა მეზობელი ქვეყნების თელესოფლიოს კრიზისი, სოფლიო ეკონომიკური სისტემის კრიზისი, მაგრამ იყო თელევიზიის ობიექტური ფაქტორები, ეს უნდა აღიაროთ, იყო საკმაოდ ისეთი შეცდომები დაშვებული ცალკეული სამინისტროების მხრიდან, ცალკეული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება, არ შეიძლება. მაგრამ მოდით და ნუ ვიქნებით ნურც დაუნახავები, ნუ რა კეთდება ამ ბოლო წლებში და ვთქვათ რომ რა დიდი შედეგებია იგივე ვთქვათ საგარეო პოლიტიკაში მიღწეული, იგივე რომ თუნდაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრია თბილისში სტუმრად და ისეთ თამარ განცხადებებს აკეთებს ნატოსთან დაკავშირებით თუ სხვა მთელი საკითხებთან, რომ მე მინდა ერთი რამ კარგად ავუკვათ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ დამოუკიდებლობის მოსაქმეობად და
ჩვენი თაობა ამ მხრივაც უნიკალურია და ალბათ ეს უნიკალური შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან, არ უნდა გაუშვათ და ხო მე არ გონია რომ მდგომარეობა იყოს გამოუვალი. მდგომარეობა აბსოლუტურად მოვლადია და აბსოლუტურად შეიძლება რომ მოხჭაო ხელი შრომით აი ჩვენ შიგნით ჩვენი სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცებით ვინმე არ ჩამითვალოს დიქტატორის სულილად არ ელემენტად სახელმწიფო წესრიგის განმტკიცებით. სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს დისციპლინირებული მოხელე, თავის დროზე მიდიოდეს სამსახურში, თავის საქმეს კეთილს აკეთებდეს. რა თქმა უნდა, მას ანაზღაურებაც უნდა სათანადო გქონდეს. მე შორსა იმ აზრიდან რომ 30 ლარიანი სახელმწიფო ჩინოვნიკი ჩვენ ქვეყანას აგვიშენებს. აი ეს ისეთი ლაპსუსები, ისეთი მომენტები, ამას ძალიან სერიოზული ფიქრი უნდა, იცით? მაგრამ იგივე ეს ჩვენი ნავთობსადენის გავლა საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე ჩვენი ევროსაბჭოში გაწევრიანება, იგივე არ ვიცი, აი იმდენი კარგი რამ მოხდა ამ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში, რომ ხშირად კი ეს ტერიტორიები დაკარგულებს, ხალხი გაჭირვებული ყავს, ეს უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და უნდა გადავარჩინოთ კიდევაც და მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ მარტო ნავთობსადენზე დაყრდნობაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა არ შეიძლება. მე წერან თქვენ პოლიტიკურ პარტიებზე მკითხეთ და ახლა პირდაპირ და კვლავ ერთ ამ განცხადებას გავაკეთებ რომ მრეწველობამ უნდა გადაარჩინოს საქართველო. ახლა ეს შეიძლება თოფაძის მხარდაჭერას ჩამეთვალა. მე თოფაძეს არც ვისნობ და არც მის იდეებს, მაგრამ ეკონომისტი ვარ. და თავის დროზე სხვადასხვის სტალინმა ის ძლიერი იმპერია, ასე ვთქვათ, ინდუსტრიალიზაციის განვითარებით შექმნა და აი დარგის ახლა ჩვენთან გიგანტებია გორში შეიძლება ეს ბამბეული მხოლოდ გიგანტი არ იყოს, მაგრამ ტრადიციების დაკარგვა ხომ არ შეიძლება, საკონსერვო მრეწველობა გვაქვს ჩვენი. აგერის აგარის შაქრის კომბინატი ამუშავდა როგორც იქნა ისიც ეს არა მარტო ხარელის და თითოეული ხარელის სიხარული, არამედ ყველა ქართველის და ყველა ქართველის. რამდენი ადამიანი დასაქმდა. გიგანტებია ხაშურში, გიგანტები რომელიც დგას, გიგანტებია კასპში, აი ახლა კასპის ცემენტის საკითხებს სწავლობ. ერთ-ერთ ფირმას, რომელსაც 2000 ლარი ჰქონდა საწესდებო კაპიტალი და ინვესტიციები უნდა მოეზიდა თითქოს საზოგადოებიდან და იზიდავდა კიდევაც ამას. 51% სახელმწიფო ქონების მართვის ამის რომ გადასა 10 წლის მართვის უფლებით ეს სახელმწიფო ქონება. მათ დაანგრიეს კასპის ცემენტი შემიძლია გითხრათ. 2 დღის წინ ჩაემეტანეს ახალ მინისტრის ბრძანება უკვე ამის გაუქმებაზე. არ შეიძლება რომ კასპის ცემენტი გაჩერებული იყოს. იქ უნიკალური ნედლეულია მისი და ისეთი ვიზია და გასაგებია ბატონო ზაზა, ახლა კასპის ცემენტის დანგრევაზე საუბრობდით და იგივე ბედი ხო არელის აგარის შაქრის კომბინატს, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი, დღევანდელი ბაზარი გაჯერებულია უცხოური შაქრით, თურქეთიდან შემოტანილი შაქრით და ფაქტიურად კონკურენციას ვერ უწევს, იმ კონკურენციას ხარისხით კი უწევს, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევს ფასით. კი. ფასით, იმიტომ ვერ გაუწევს. ვის უნდა აწყობდეს საერთოდ რა ესეთი უცხოური და დაბალ ხარისხიანი შაქარი იდოს ჩვენს ბაზარში? სამწუხაროდ არიან ბატონობა და თურმე ასეთი პიროვნებები და ასეთი ჯგუფები, ვისაც ეს აწყობს. შემოიტანონ მდარე და ჩვენი სამამულო პროდუქცია არ გასაღდეს. ჩააგდონ. ეს დანაშაულია მე შემიძლია. ეს დანაშაულია იმათგან, ვისაც ეს ხელიწევა, ეს საკითხები უნდა პირიქით უნდა ჩვენს პროდუქციას შეუწყოთ ხედა რა ჩვენთან იწარმოება, იმაზე უნდა დავაწესოთ ყველაზე მაღალი საბაჟო გადასახდელები და ისეთი გადასახდელები, რომ ის პროდუქცია ჩვენ ბაზარზე ვერ შემოვიდეს. და აქ კიდე სამწუხაროდ ისეთნაირად ხდება, ახლა ამასინათ იყო გარკვეული საუბრები, მე არ ვიცი, ნუ რაღაც ჯგუფები ალბათ არის ეს ჯგუფები დაინტერესება, პირად დაინტერესება აქვს ალბათ. არ ვიცი მე რა დავარქვა მათ, რომ ის პროდუქცია, რომელიც ჩვენთან იწარმოება ათავისუფლებენ საბაჟო გადასახადებს, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება, იმაზე კიდევ დიდ გადასახადებს ადებენ. ნუ შეიძლება, მე არ ვიცი ეს. სამწუხაროდ დრო არ გვაძლევს იმის საშუალებას გავაგრძელოთ საუბარი. მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ბატონო ზაზა დღეს სტუდიაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისათვის. ტელემაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ საქართველოს კონტროლის პალატის შიდა ქართლის ბიუროს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ედიშერაშვილი. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.